მასთან სასაუბროთ პრინციპთელი ეს პროცესი რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს უნდა გავანალიზოთ. მოგესალმებით, ხანგრძლივი ინტერვიუ ველოდება. დავიწყოთ პრანკერების თემით. სალომე ზურაბიშვილი და უჩან ანუაშვილი სკანდალში გაეხნენ. იყო რამე სიახლე, რასაც უსმინეთ და არ ელოდით. ხარ დამიჯეროთ, მაგრამ არ მისმენია. ვერ მოვასწარი, მაგრამ წავიკითხე რაღაცა წავიკითხე კი და პრინციპში აღიარება იყო. იმის რასაც ვლაპარაკობდით ჩვენ საერთოდ სხვა ადამიანის სუბიექტურად დაინტერესებული ვლაპარაკობს რაღაცებს იმის შეიძლება დამაჯერებლობა იმდენ ნებისმიერის რაც არ უნდა გჯეროდეს იმ ადამიანს არ იყოს როცა საკუთარი ყურით მოусმენ მას ვინც არის აქტორი და ვინც ჩართულია იმ ამბებში რომლის მთავარი გმირები ჭყალებში ამ შემთხვევაში ისინი არიან და აღიარება იყო ჩვეულებრივ დიდი გააკვირვება არ გამოუწვევია ჩემი რაც წავიკითხე მართლაც ახლა ნაწილ რაღაცებს წავატყვი მათ შორის სოციალურ ქსელში პრინციპში ეს არც ერთი ახალი ამბავი არ ყოფილა ყველა ვიცოდით რომ ეს ხდებოდა და დაფინანსებიდან დაწყებული რაღაც ჯგუფების შექმნას რომ ცდილობდნენ აუს ხო ლაპარაკობდით პირიქით იყო რაღაცა მომენტები სადაც ვერიდებოდით კიდევაც რომ რაღაც დამაჯერებლობა ჩვენ სიტყვებს არ მოკლებოდა ამ დაჯგუფებებზეც ჰქონდა ინფორმაცია მინიშნებით საუბრობდით კიდევაც ამაზე და სხვა დეტალებზე თუმცა ახლა უფრო კარგად გამოჩნდა რასთან გვაქვს რეალურად. თუმცა ეს ჩანაწერი გვაძლევს შესაძლებლობას რომ ვიმსჯელოთ მათ დღევანდელ მდგომარეობაზე. ერთი რომ ესე იგი პრეტენზიები აქვს ევროკავშირთან, იმიტომ რომ დაპირებული თანხა რომელიც სამთავრობო პროგრამებიდან უნდა გადასულიყო, როგორც ჩანს, როგორც ამბობენ, ჩივიან რომ ჯერჯერობით არ არის და პრინციპში ეს გამჭვირვალობის კანონმა, გრანტების შესახებ კანონმა როგორც ჩანს იმუშავა, იმიტომ რომ ამაზეც ლაპარაკობენ როგორც პრობლემაზე. ხო, აი ამ კუთხით, უცხოური დაფინანსების კუთხით რა რეალობის წინაშე დგას? ერთია იმუშავა მაგდა და მეორეა ის რომ ისინი სრულ აგონიაში არიან ერთი მთავარი მიზეზის გამო. რეალურად ეს კი არ იყო რაღაც გულწრფელი პროტესტი. ვიღაც შეიძლება აღმოჩნდა იქ ვინც მოტყუდა და გულწრფელად გააპროტესტა და დაიჯერა რომ ჩელებისში გაიღვიძა, მაგრამ რეალურად პირდაპირ პროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. ანუ შემოვიდა ნაკლები ფული, პროტესტი მინავლდა. იყო მეტი ფული, პროტესტი უფრო ძლიერი იყო. ანუ როცა პირდაპირ პროპორციულია ფულის შემოდინება და პროტესტის ხარისხი, ამან უნდა დაგაფიქროს ალბათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვას. და დღეს რადგან ფული აღარ აქვს იმდენი, პროტესტის ხარისხიც ისეთია, რამდენი ფულიც აქვს. პრინციპში ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დახარჯული ფული შესატყვისი პირდაპირ პროპორციულად ასე ერთი-ერთში არ იყო პროტესტთან და მოხდან, იმიტომ რომ მათ ჯეროდათ და შეიძლება ასეც უნდა ყოფილიყო, იმდენი ფული დახარჯეს, რომ პროტესტი კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენითაც ნაკლები იყო პროტესტი დახარჯულ ფულზე, იმდენითვე ნაკლებია დღეს, იმიტომ რომ შეიძლება დღეს რაც რა საშუალებაც აქვს მატერიალური, ისიც რაღაცა უფრო მეტ მუხტს უზრუნველყოფს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდა და ამას განაპირობებს ერთი ჩვენი სიმართლე მეორე ოპოზიციის უნიათობა, NGO სექტორის მდიდარი NGO-ების უნიათობა და საერთო ჯამში აგენტურის უნიათობა, იმიტომ რომ მე უკვე ვიცი, შემიძლია თავისუფლად გითხრათ და სასკანდალო თამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს და ანგარიშს ეხა დოკუმენტალურად ვერ დახარჯავდნენ ამას ყველაფერს რამდენი რაღაცებს ითხოვენ გაცემული თანხის ხარჯებს კი ითხოვენ ვიღაცებისგან ზოგმა შედარებით პატიოსნად დახარჯა როგორც ამას რატომ რა ეჭვი აქვთ ეჭვი აქვს რომ გაიფლანგა ეს თანხები იმიტომ რომ მათ გონიათ რომ აქ ფული შეიძლება ბევრი რაღაც დავალდეს საინტერესოა. ხელისუფლება აკრიტიკებს მათ შორის საელჩოს, მათ შორის საფრანგეთის საელჩოს გრანტებთან დაკავშირებით. ამ დროს კრიტიკა მოდის ევროკავშირიდანაც. მარტაკოსის ერთ-ერთი ბოლო განცხადება კანონის მიღების შემდეგ იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებს და სტანდარტებს კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა. ამ პროცესს რო ვისაუბროთ, კანონის მიღებამდე გაცემულ 2 გრანტზე და კრიტიკაზე ევროკავშირიდან. იცით რა არის? ჩვენ კრიტიკა გვესმოდა გაცილებით დიდი მასშტაბის. მათ შორის წეგან სხვათა შორის ერთი ეგრეთ წოდებული ლინკი ვნახე, უნდა წაგიკითხოთ სიტყვა-სიტყვით. აი მაგალითად, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი სენატორი ჯიმ რიში.
მიხვდით ხო, იმიტომ გაგიღიმართ. ეს უნივერსიტეტებთან უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებული და არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ უნივერსალური წინადადება თქვენ, იმიტომ რომ გნებავთ უნივერსიტეტებზე იყოს ლაპარაკი და მათ დაფინანსებაზე, რაც დღეს ამერიკაში აქტუალური გახდა და ამიტომ თქვა ეს წინადადება სენატორმა რიშმა. კონკრეტულად მისი სხვისი კი არა. კონკრეტულად მისი კრიტიკა, რბილად რომ ვთქვათ და გავიხსენოთ, ხომ გახსოვთ? მათ შორის ამერიკულ კანონზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე და ასე შემდეგ. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და ეს ადამიანი დღეს ამბობს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? ანუ ზუსტად იგივე ჩვენ რომ ამბობდით. ანუ ორი სიმართლე ხო არ არსებობს, ერთი ამბავია. თუ ეს ტელეფონია, ხვალ შეიძლება თქვა რომ ეს ატარებელია ხო რაღაცა. ბანალურ ჭეშმარიტებამდე დავდივართ, ხო? თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა ჭირდება და თანხების გამჭვირვალობა არის პრიორიტეტი და ეს საჭიროა ქვეყნისათვის. და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორ შეიძლება არ იყოს და არ იყოს კი არა საწინააღმდეგო იყოს საქართველოში. ანუ ჩემი აზრით ქართველმა რომელსაც ეუბნებიან რომ ის რაც ჩემს ქვეყანაში არის აუცილებლობა ის დაუშვებელია შენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივად ეს არის ნებისმიერი ქართული შეურაცხყოფა. მაგრამ ამაზე პასუხი აქვთ როგორც ევროპიდან ასევე შეერთებული შტატებიდან, მათ შორის იმ სენატორს, ვინც თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დემოკრატიული საზოგადოების შევიწროებას და რაც შეიძლება სურს განდევნოს განსხვავებული და თავისუფალი აზრი. ბევრს ამას უფრო მოკლედაც ამბობენ. ეს ქსევა არის რუსული. კი ბატონო, მოკლედ რა გვინდა ამ ლაპარაკი? ისინი ამბობენ ეს ყველაფერი არის რუსული. ეხლა მე აქ რო ლაპარაკობ. ხმება რომ აშორებს ევროკავშირს, ღირებულებებს და იმ გაცხადებულ მიზანს რომელიც აქვს. რეალურად. ნახეთ ეხლა გიორგის გამოხატვის თავისუფლება. გიორგის რო პრობლემა არ აქვს არგუმენტების წარმოდგენის, ხო ვიცით. ვაღიაროთ ეხლა გიორგის ინტელექტუალური შესაძლებლობები. რატო ვერ თქვა მეტი მათი ნათქვამი, რატო ვერ მოიფიქრა მეხსიერება რა აქვს, არიცის, სხვა არგუმენტს ვერ იფიქრებს თუ რა? რატომ გიწევთ გიორგი ამის თქვა? იმიტომ რომ უფრო მეტი და უფრო მყარი არგუმენტი მათ არ უთქვამთ. ანუ ასე ზოგადად აშორებს რუსულია რატო აშორებს? ანუ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი თქვა თქვენ რომ იყოთ ოპონენტი, მეც აი რა შეიძლება მოიფიქროთ? ამბობს კაცი ამერიკაში რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი რომ ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. მაგრამ როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში ეს არის რუსული საქციელი. ამერიკაში რაც სახელმწიფოებრივია, საქართველოში რუსული რატოა? ცხადია, ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და რასაც ახლა ბრძანებთ, კი ბატონო, არის ჭეშმარიტება, რაც არის ერთგან, ის უნდა იყოს მეორეგან. თუმცა ამ ფორმამდე მისვლა, ანუ ურთიერთობის ამ ფორმამდე მისვლა, ხომ არ არის საბოლოო ჯამში ამ გაღიზიანების საფუძველი საქართველოსა და მათ შორის იმ ცალკეულ დეპუტატებს, ორგანიზაციებს. არა მხოლოდ ცალკეულ დეპუტატებს, უფრო ისე ვთქვა. კი ბატონო, ქართულ უშოთ ამერიკულ სახელმწიფოების ინსტიტუციებს შორის დღეს აღარ საბედნიეროდ, მაგრამ თუნდაც ევრობიუროკრატიაზე ვილაპარაკოთ. წინა ადმინისტრაციაზე ვილაპარაკოთ ამერიკის შეერთებულ შტატების. როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში, მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, რიგ შემთხვევაში უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ. რაც მოწყვეტილია საერთოდ რეალობას. ერთია რა არის სინამდვილეში, რაც ახლა განვიხილეთ, მეორეც რო აღარ გავიმეორო და მეორეა რაც აცხადებენ. ასე უბრალოდ ჰაერზე ლაპარაკი რომ ეს დაშორდა, ანუ მოლდოვა და უკრაინა თურმე ახლოს არის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპასთან და საქართველოს შორს. ანუ ესენგეში ხარ რაც ვერ ჩითხომებ, მაგრამ იმდენად ბრწყინვალე მაგალითია. მოკლედ რომ ვთქვათ. და იმდენად თვალსაჩინო მაგალითია უსამართლობისა, როცა ამბობენ რომ საქართველოს დაშორდა ევროპას და მოლდოვა ესენგეში ყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, ეს უკვე ის კი არ უნდა განსაჯო და განიხილო და იმაზე კი არ უნდა იმჟელო, შენ თავსაც აღარ უნდა აკადრო, რომ ეს სწორია ეს განცხადება მათი ვინც ამას კადრულობს თუ არასწორია, რატომ ხდება ასე? უკვე უნდა წახვიდე გონებრივი შესაძლებლობა ყველას აქვს. არ არის ახლა რაღაც განსაკუთრებული ჩაღრმავება აქვს საჭირო. ყველა ადამიანს აქვს გონებრივი შესაძლებლობა საიმისო, რომ იფიქროს, რატომ შეიძლება საქართველოსზე
რასაც ყველაზე კრიტიკულად რომ ნებისმიერ მოვლენას თვალი გადაავლო, ამბობდნენ რომ მოლდოვაზე უკან არის დემოკრატიის თვალსაზრისით, რეფორმების თვალსაზრისით, ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ევროპული ღირებულებების, თქვათ, გატარების, რეფორმების გატარების თვალსაზრისით. რატომ? ის კი არა 100-ია თუ არა. 100-ია თუ არა შეურაცხყოფაა უკვე ადამიანისთვის როებნები. ასე გჯერა რომ მოლდოვა უფრო წინ არის, არ უნდა კითხო ადამიანს შეურაცხყოფელია, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ რაღაც ინტერესი არსებობს. რაღაც ინტერესები რომ არსებობს პოლიტიკაში და ქვეყნებს თუ კონკრეტულ ჯგუფებს ეს ინტერესები აქვთ, ეს ხო ბუნებრივი ამბავია. და თუ ეხა ჩვენ იმას ჩავყვებით, ეხა რამდენ ადამიანჯერ ამ ქვეყანაში ვინც მე მომისმენს, ან არ მომისმენს, ან წაიკითხავს ხვალ სოციალურ ქსელში თუ გარკვეულდა ჩემი რომელიმე მსგავსი წინადება. თუ რომელიმე ადამიანს ჯერა, რომ აი ფული ასეულობით მილიონი ევრო თუ დოლარი საქართველოში იხარჯება, იმიტომ რომ ძალიან უყვარვართ ვიღაცას. აი ჩვენი სიყვარულით იხარჯება ასეულობით მილიონი დოლარი. ესე მეგობრულად შეიძლება ვიღაცამ ხელი გაგიმართოს რაღაც 1 მილიონი დაგიფინანსოს რაღაც პროექტი, მაგრამ ასეულობით მილიონი ესეც შეუძლებელია. ესეც უტოპიაა, რაც თქვი, მაგრამ ეს კიდე შეიძლება თეორიულად დაუშვა. მაგრამ ასეულობით მილიონი რომ იხარჯება და შენ ამბობ რომ იცი რა ხარჯავს ამას რომელიღაცა ორგანიზაცია, რომელიღაც სახელმწიფო და ის ხარჯავს შენთვის საქართველოსთვის უკვე მატყუებ. და მოდი ნუ მატყუებ და როგორც კი ტყუილი მოცემულობა, საფუძველი ჩვენს მსჯელობას თუ ტყუილი მოცემულობა. ეხა მე აქ ვარ მოსული რაღაც სისულელეო თქვა, რაღაც უნდა მოვიფიქრო ეხა. აი სამკურნალოდ. იმედში მივედი სამკურნალოდ, რომ თქვა უკვე იმის შემდეგ და თუ ეს მსჯელობა მოცემულობად მივიღეთ და მკურნალობას დავიწყეთ ლაპარაკი, როგორ უნდა მიმკურნალოთ მე თქვენ როგორც ექიმებმა, უკვე ყველაფერი დანარჩენი იქნება სისული. მაგრამ კლინიკაში თუ მივალ რაღაცა დიაგნოზის დასადგენად და შემდეგ რეცეპტის გამოსაწერად და სამკურნალოდ ეს ლოგიკური იქნება, ხო? ეხლა თუ იმას ჩვენ ვიმსჯელებთ შესაბამისად, ახლა სპეციალურად თქვი ესეთი უტოპიური წინადება, ხო? თუ იმაზე ვიმსჯელებთ რომ ჩვენი სიყვარულით და მეგობრობით გვახარჯებენ და ხარჯავენ NGO სექტორში ასეულობით მილიონ დოლარს თუ ლარს უკვე დანარჩენი აქედან გამომდინარე რაც უნდა ვილაპარაკოთ იქნება სისულელი, ხო? და როცა მივხვდებით, მოდი შემოგდა, როცა მივხვდებით და გავიაზრებ და მოცემულობას გავითავისებთ, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო ან ორგანიზაცია საქართველოში გარედან ხარჯავს ფულს, ის იმ სახელმწიფოს და იმ ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება, ეს არის მოცემულობა რომლიდან გამომდინარე უნდა ავაწყოთ დანარჩენი ლოგიკა და მე ყველაფერი სწორდება. როცა თავშივე გატყუებენ, უკვე ყველაფერი ტყუილია. შენი ქვეყნის არჩეული ხელისუფლება უნდა ცდილობდე, რომ შენ გაატარო შენი ინტერესი და სხვის ინტერესი თუ ემთხვევა, ეს ენერგია პოზიტიურად გამოიყენო. მაგრამ როგორც კი შეხედავ, რომ ეს არ არის თანხლედრაში და სხვა ქვეყანას თუ სხვა ძალებს აქვს სხვა ინტერესები, ამას უნდა მიხვდე და შესაბამისი რეაგირება მოახდინო და სწორედ ასეთი რეაგირების შედეგია ნებისმიერის კანონი, რომელზეც ეხლა თქვით რომ გვაკრიტიკებენ და თუ გვაკრიტიკებენ, იმიტომ გვაკრიტიკებენ რომ ვიღაცას თურმე არც გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს, არც ფარას მიღების დროს ხმა რო ვეღარ ამოიღეს, მანამდე რუსული კანონი იძახეს, ყველას უნდოდა რომ ამ ქვეყანაში გამჭვირვალე არ ყოფილიყო ფინანსები. იმიტომ რომ ეს ფინანსები ისეთ რაღაცებში ხარჯება და რისი გამჭვირვალობაც თურმე არ აწყობ და ჩვენ გვაწყობს, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას რომ აი ეს თანხა იხარჯება აი ამაში და ამაზე გვეჭიდავებიან, გვებრძვიან, რატომ? იმიტომ რომ მათ თავის ინტერესები გააჩნიათ, რომელიც თუნდაც ხლად სიყვარული და მოფერება ქართული ხალხის არ ყოფილა აღმოჩნდა. ამოყვებით ამ ლოგიკაში საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან ამოვიდეთ, მათ ინტერესში არის კონდეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ახლა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკა მიიყვანა ქვეყანამ რისკის წინაშე, რომ შეიძლება დაწესდეს რიგითი მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები. მეტიც ისინი ამბობენ, რომ ეს არის თქვენი ჩანაფიქრი, რუსული დავალება, იმიტომ რომ კრემლს არ უნდა სამეზობლოში ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპული გზით და თქვენ თანმიმდევრულად ამას რეალურად ეს საკითხი უკვე განიხილება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ დღის წესრიგში დადგა. აი აქ რა პასუხი გაქვთ? ნუ პირველი ჯერ 60 ქვეყანაზე იყო 61 საუბარი, ხო? 61 ქვეყანაზე იყო საუბარი და ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაამარტივოს შეწყვეტის პროცედურა. მაგრამ დაუშვათ თეორიულად, რომ ეს გადაწყვეტილება მიემართოს საქართველოსკენ. აი ერთი წამით ვიმსჯელო, შევყვეთ ამ თემას. რადგან კითხვას მისვამთ. რასთან გვექნება საქმე? აი იგივე მოლდოვას რომ შევადარეთ ეხანა. თუ სხვა ქვეყანას, რომელსაც მოახლოებას კი ჩემ და თქვენ და ჩვენ ქვეყანასთან
არ შეუძლია არც რეფორმებით, არც ევროპული ღირებულებების გატარებით, არც რეალური სიტყვის თავისუფლებით, არაფრით საერთოდ. ევროპულ ღირებულებებთან საერთო ჩვენთან შედარებით თქვა, რომ არაფერი აქვს. ისეთ ქვეყანასთან მიმართებაში თუ ასეთი ღონისძიება არ გატარდა და გატარდა საქართველოსზე. ესე იგი, საქმე გვაქვს, აქაც ხო მარტივ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ძალიან ვცდილობ, რომ პრიმიტიული ლოგიკა, აი ყველაზე მარტივი, პრიმიტიულამდე დასული ლოგიკითაც კი, აი საკამათოს რომ ვერ იქნება ასეთი ლოგიკით, ყველას აუხსნა ერთი რამ, რომ თუ მე როგორც კანდიდატის სტატუსი იყო, იქ ხო ხელის გულზე ჩანდა ყველაფერი. ესენგეში მყოფი მყოფმა ქვეყანამ დაიმსახურა რაღაც, რაც თითქოს ვერ დაიმსახურა ჩვენ ჭყალებში, ხო? იგივე მიდგომა თუ იქნა. ესე იგი, რამდენიმე ვარიანტია, ხო? ეს არის, შეიძლება ყველაფერი ერთად იყოს, ან იყოს მოსახლეობის ქვეყნის ხალხის დასჯი, ჩვენ ხო გვასანქცირებენ ცალკეულ ქვეყნებს, იმიტომ რომ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რომ ევროკავშირმა მსგავსი ღონისძიებები თანამდებობის პირების მიმართ, გადაწყვეტილების მიღების პირების მიმართ, პოლიციელის თუ სხვა მაღალჩინოსნების მიმართ გამოიტანოს და ეხა ცალ-ცალკე ქვეყნებში, სადაც უფრო მიუწვდებათ ხელი, სადაც სუვერენიტეტი ნაკლებია, რატომ ხდება, რომ ის ქვეყნები გამოდიან პირველები სანქციების ორგანიზატორები, სადაც არის სუვერენიტეტი ნაკლები. სადაც მეტი სუვერენიტეტია უფრო მყარად დგას, ის ქვეყნები ამას არ უერთდებიან და კიდევ უფრო მყარად და მეტი სუვერენიტეტი, ვინც არის უნგრეთი, მაგალითად, სლოვაკეთი და ასე შემდეგ, ეს ქვეყნები საერთოდ წინააღმდეგები არიან ჩვენ გვიჭერენ ხარს. ანუ სადაც მეტია სუვერენიტეტი თავს იკავებენ, სადაც კიდევ უფრო მეტია ჩვენსკენ არიან, სადაც ნაკლებია გვებრძვიან. კი ბატონო, გასაგებია, ბოდიში ის იმაზე არ მპასუხია გიორგი, ძალიან დიდი ბოდიში. ნახეთ და თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდე. ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს რომ ხალხის დასჯის მცდელობა ჩვენ გვჭირა გასაგებია და შევეგუეთ ამას და ვიტანთ ამას, იმიტომ რომ ბოლომდე გავითვითცნობიერი ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე. მეორე და ამით ვერ შეგვაშინეს და ძალიან კარგი. მაგრამ მეორე ხალხს ჯერ ისთვის ქართულ ოცნებას რომ ირჩევს, ანუ გამოდის რომ ვიღაცას მოუნდა თუ ამ გადაწყვეტილებისკენ წავიდა ქართული ხალხის დასჯა. მაგრამ იქნება ხალხისთვის ეს გადაწყვეტილება გასაგები რა თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მაგალითად ადამიანს სამკურნალოდ ჭირდება წასვლა, ეს ხდება შეუზღუდავად, რადგან ის სავიზო პროცედურები მინიმუმ რამდენიმე დღეს მოიცავს. გარკვეული ნაწილი ადამიანების ეს არ არის საიდუმლო, რომ იმ ვადაში ჩადის, რაღაც პერიოდი მუშაობს და შემდეგ ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სამუშაო ვიზა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი იქნება ამ დროს, ვიდრე ეს არის უბრალოდ მოგზაურობის შეზღუდვა. კი ბატონო, ცხადია, ხვალ ამოჭრიან და აი მამუკამდენად მილაპარაკა თეორიულ დაშვებაზე. ამას იკადრებენ, მაგრამ ჩვენ რეალურად ვიმსჯელოთ. თეორიული დაშვება გავაკეთეთ. კი ბატონო, თეორიული რატო? თეორიული დაშვება, როცა ეს მოცემულობები არსებობს, რაც ჩამოვთვალე და საჭიროებები პირდაპირ მოდი ასე ვთქვათ ადამიანების მიმართ და მიიღო ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოიყენა პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი. ეს ადამიანებში აქმული იქნება, რომ ეს გასაგებია რომ დაგვსაჯეს თუ პირიქით, ამას შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწვავე რეაქცია. აქმული იქნება სწორად ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქამდე ყველაფერი სწორად აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ და აქაც სწორად აღიქვას, მაგრამ ეხლა რატო არ ველოდები მე მაგალითად შეიძლება ხშირად მithქვამს საკუთარ თავზე და სხვაებიც ასე ვინც მიცნობს, ასე მიცნობენ რომ ოპტიმისტი ვარ, რატომ არის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეს იქნება შანტაჟის ბოლო ტყვია შანტაჟის იერარქიაში. და შანტაჟმა აზრი ეკარგება, აქამდე როგორც ასეთი შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე. ეხლა რას გულისხმობ ამაში კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვა. იმის იქით პიკეტი აღარ არსებობს. მათი მხრიდან თუ კი ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ არსებობს. ანუ ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ ბოლომდე მყარად რჩება თავის გადაწყვეტილებებში სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა და უკვე სავაჭრო სალაპარაკო დასაშანტაჟებელი ომის დასაწყებად იქნება თუ რაღაცა სხვა მათთვის რაღაცა ბერკეტების მისასწრებად სასამართლოს გადასაცემად აი დამოუკიდებელი არ უნდა იყოს ჩვენ უნდა მოგცეთო პრაქტიკულად ეს არის ხო მესეჯი გარედან რომ ბერკეტი გქონდეს როცა მოგვინდება მაშინ აგატრიალოთ და ასე შემდეგ და ავაყირაოთ ხელისუფლება ხო ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან რითი უნდა დაგვემუქრონ ეხლა ხო იმუქრებიან ამით რითი უნდა დაგვემუქრონ უბრალოდ ეხლა ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხარ გვესვრიან მეტი
გზა დასაშანტაჟებად აღარ არის. ანუ შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, ვიდრე კიდევ რაღაც რჩება, ანუ რა ვიცი, ყოველთვის კიდევ ერთხელ გასაგებენაზე ვთქვა, ბოლო კარტის გადმოგდება ჩემი აზრით ასე მარტივად ისინი არ გასაგები იმედი ვიქონიოთ რომ აქამდე არ მივასწრებთ. ეს ერთი და მეორე კიდე რა მომენტია. ყველაზე სამწუხარო იცით რა არის? ჩვენ ხო გვახსოვს ძალიან კარგად ამას ვარყოფდნენ და ზოგი ვერც ვარყოფდა, რომ მართლა დერეფნებში დარბოდნენ ევროკავშირის ბიუროკრატები სხვა კაბინეტ დარბოდნენ საიმისო და კონკრეტულ სახელები და გვარები ვიცით, რომ საქართველოს არ მიეცეს ვიზა ლიბერალიზაცია. არ დაგვაუწყდეს, რომ ეს ყველაფერი, რაც კი ევროპის გზაზე წარმატებაა მიღწეული ხელახლა აღარ ჩამოწი ყველა ვიზა ლიბერალიზაციის ჩათვლით. არის ქართული ოცნების დროს და ქართული ოცნების დამსახურება და მისი უშუალო მეცადინეობით მისი გატარებული რეფორმების შედეგად, ამ რეფორმების აღიარების შედეგად და ასე შემდეგ, ხო? ახლა ხდება ისევ ის მავნებლობა, რომ ქართველები არც უარყოფენ. ყველას მნიშვნელოვანი რა არის? რაღაცნაირად გაუფასურდა ჩვენი თქვათ აღქმა იმას იმდენად აშკარად მავნებლობენ, რომ აი ბოლოს აღარ ზბრაზდები. უკვე ხვდები რომ ეს აგენტურულ საქმიანობას ეწევა და უკვე ამაზე დეკლარირებას ახდენს. უკვე ლაპარაკობენ რომ ჩვენ გადავეცით სია დაასანქცირეს. თქვენ წარმოგიდგენიათ რამდენიმე წლის წინ ეს რო ეთქვა ვინმე ეს რო ჩვენ სია ანუ ვინც არ უნდა იყოს რაც არ უნდა შენი ქვეყნის დანოსი მეტი კი არაფერი იყო საბჭოთა პერიოდში ხო? ამას ეძახდნენ დანოს ზუსტად. შენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ პოლიციელის წინააღმდეგ და ასე შემდეგ გადაეცი ვიღაცას სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ანუ გამოაშკარავებული აღიარებული ჯაშუშობაა და რატომ შვებიან ის დააზღვევენ თითქოს ნაკლები დანაშაულია იმაში თვითონ რასაც ამბობს. ეს რომ ჩუმად გაეკეთებინა დაუშვა და რომ გამოაშკარავო და სადმე გასკდომოდათ რომელიღაცა მეილი რო ამოგეგდოთ თქვენ მაგალითად ჟურნალისტებს რომ აი ვიღაცა რომელიც თინაბო კუჩამამ თუ ვიღაცამ ახლა ვინც ამბობდა ამ დღეების განმავლობაში ენჯეო გიგაურმა თუ ლომჯარიამ თუ ვიღაცამ რომ ლომჯარიას ამოუვარდეს თქვა რომელიღაცა მათგანს მეილი და გაშიფროთ ეს რომ სია ამას გადაუგზავნია სკანდალია, მაგრამ თვითონ რომ ამბობს თავს იზღვევენ. ხო თავს იზღვევენ, თითქოს არაფერი მე გადავეცი სია და დაასანქცირეს და ამის იქით ისიც ხო კარგად ვიცით ყველამ რომ სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული დამთავრებული რა ვიცი უკანასკნელ რა ვიცი დაბიო აგენტამდე თვითონ მთელი ძალისხმევა ჩადებული აქვს იმაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. თვითონ აქედან იხვეწებიან. აქედან იხვეწებიან რომ მაგალითად სანქციებს ჯვარი წერია მართლა კონკრეტული ადამიანების მიმართ არის, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაცია რომ შეჩერდეს მაინც ხელგამოწეულები ეხვეწებიან სხვადასხვა ქვეყნის და ჯგუფების წარმომადგენლებს და ამას ვერ აღწევენ. იმაში ევროკავშირში კონსენსუსი მსგავს საკითხებზე საბედნიეროდ არ არის და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ეს შედეგი დადგეს. მე ამას ვერ აღწევენ და დარბიან რომ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს ზოგი უკვე ანძღავს და მიხვდნენ რომ არც ლიდერად გამოდგება და რაღაც არაფრად და თვითონ დაიწყეს ჩარეცხვა თავისი ენაზე რო ვთქვათ. მეორე ნაწილი ცდილობს რომ ეს გაალიდერონ და ევროკავშირში იმას ვერ ულაგებენ ელემენტარულ შეხვედრებს და ამაზე მიდის აი ამ დეტალურ საკითხებზე მიდის რომ მე ამ შეხვედრების დროს იმან გაახმოვანოს რაღაცა მე ვიღაცა უცხოელმა უცხო სახელი დაგვარით უცხოელი სახელი დაგვარით რაღაცა თქვას დაგვარტყას გაგვაკრიტიკოს საქართველოს პატარა ნებათახელვა გამოიწვევს და აი ჩაფრენ თუმცა მათი უნიათობით და კიდევ კარგი ქართულ სახელმწიფოს მათი უნიათობა ადგება ქართული სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მტკიცდება და ჩვენ ეხლა გნებავთ ტრაბახს ჩამითვალეთ საკუთარი გუნდის სახელით როგორც გნებავთ ერთი კარგი ის გავაკეთეთ სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად რაც გვანდა მინუსები ჩვენი გვაქვს და უამრავი შეიძლება ასეთი მინუსი იყოს მაგრამ ამ რეალურ მინუსებზე არ ამგვილაპარაკება თუ არა დაბრალებულზე ერთი კარგი სხვებს შორის ის გავაკეთეთ რომ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხს ეს კი ნამდვილად და როგორც იქნა გავბედეთ ღირსებაზე ლაპარაკი, მშვიდობაზე ლაპარაკი, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ამაზე სულ ლაპარაკობდით, მაგრამ ახლა უკვე იმ კრიტიკულ მომენტებში, სადაც ანგარიშს უწევდით, რომ რაღაცა შიგნიდან, შიდა турბულენტობით, ქვეყანაში турბულენტობა გარკვეული არ გამოიწვიათ, აი ამ საკითხებზე მივედით იმ ზომამდე, რომ ბოლომდე თითქმის ბოლომდე, შეგვიძლია ვთქვა, თითქმის ბოლომდე, შემთხვევით არ ვამბობ ამას, გავბედეთ ღიად ლაპარაკი და ეს გაბედულობა
სუვერენიტეტს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში. ჩვენ შიდა პოლიტიკურ საკითხებს რა თქმა უნდა დაუბრუნდებით ამ ოპოზიციურ შიდა სამზარეულოს, განსაკუთრებით როდესაც თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების თემაზე გადავალთ, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულება რომ ამოვწუროთ, შეერთებულ შტატებთან თქვენ არაერთხელ განგეცხადებიათ, რომ სულ ცუქთაფურცლიდან დაიწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს დელეგაცია არის ვაშინგტონში, იყო შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, არაერთი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით და პრინციპში თქვა რომ ეკონომიკურთან ერთად გამოიკვეთა პოლიტიკური ინტერესების ღირებულებების თანხმდრა არის თუ არა ეს დაძრული გადატვირთვის პროცესი, რომელსაც ველოდებით ამდენი ხანი. იცით რა, თავარია ის რომ ჩვენ რაღაცნაირად აი მაინც ესე საჯარო გამოყენების დროს ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მახვეწარის პოზიციაში ნამდვილად არ ვდგავართ. ამათ ხომ ჩვენს ოპოზიციას ვერ დაუძახებ ქართულ აგენტურას, ქართულსაც რომ ამბობ ამ სიტყვასთან ერთად ესეც მიმძიმს, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. ქართულ აგენტურას ხო ისიც ამწარებს, გაგიჟებული ეუთოს გემდივან შეხვდა. ბატონო, კრიტიკა ვნახეთ ორი დღის განმავლობაში. საშინელება ხდება. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასულიყო ავსტრიაში. რაღაც ამაზე არის ერთი გოდება გუნდის შიგნით იქით ამ აგენტურული გუნდის და საჯაროდ რაღაცა ლანძღვაგინება ამერიკაში ვინ ჩაუშვა ესენ და რაღაცა იმ მსგავსი და შეხვდა სახელმწიფო დინის თანაშემწეს მოადგილეს აგრძელებენ კიდე ეს რანგს იწუნებენ ასე ვთქვათ მასპინძლებს ხო ნუ თვითონ რო ხდებია თავარი გადამწყვეტი ვინმე ჩვენი გუნდის წევრი რომ შეხვდება ეს ვიღაცა არის იუეს ეხა მაგალითად ქართული დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის პარალელურად თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ესენი ანუ იგულისხმება ხელისუფლება რამეს კი არა ალაგებენ, პირიქით იქ დატუქსავენ ეხლა და ასე გამოუშვებენ, იმიტომ რომ ასე თარგმნიან ამ ვიზიტებს საკუთარი აუდიტორიისთვის და მოვისმინეთ კიდევაც, რომ აი მეზობელი ქვეყნის ლიდერები ხვდებიან პრეზიდენტებს, ვიცე-პრეზიდენტებს და აქ რანგიც კიდევ ერთხელ დაიწუნეს. თუმცა მთავარი რასაც აჯერებენ ისინი საზოგადოებას, იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში ვინც მათ უსმენს ამბობენ რომ იქ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არავინ არ აქებს და არავინ არ ელაპარაკება ურთიერთობების გაგრძელებაზე. ამათ არა იციან ვიზურას ელაპარაკებიან და ეს ეცი და მეორე ეს რა ტერმინი შემოიღეს, აი რაღაცა ტერმინებს იგონებენ, რაც დიპლომატიაში საერთოდ არ არსებობს. არაფრის გამხატველი არ არის. რამდენად სრულ ნარატივი აქვს ყველა მიმართულებით, აი სიტყვა დატუქსვაც ამაზე მეტყველებს, ხო? აი ოდნავ მაინც თუ გარკვეულია აი ამ საკითხებში ადამიანი. ოდნავ მაინც, ანუ როგორ ხდება, აი როგორ წარმოგიდგენენ დატუქსვა. აი ორი მაღალი რანგის თანამდებობის პირი ხდება ერთთან შენ ტუტუტუტუტ ბავშვი მარიზიან ასე ტუქსავენ თუ აი რა სისულელებს ლაპარაკობენ. ანუ ესეთი სიტყვები და ესეთი აბსურდები, იმიტომ შემოაქვთ, რომ რაღაცნაირად ჯერთი ორი აზრი არის, რომ ხალხი აქვს ძალიან სწარი წარმოდგენა. ხალხი ასე და დაბალი აზროვნების არავინ არ არის, რომ დაიჯეროს ეხლა რომ ვიღაც ჩავიდა ეხლა ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერი საქართველოსი და დაისვენ თითებს დაუგნავენ დატუქსავენ ვიღაცები, ხო? წარმოუდგენელი ამბავი. ესეთი ტუქსვა არ, ესეთი ტერმინი არ გამოუყენებიათ მაგალითად იმ დროს, როდესაც ძალიან უხერხული საუბარი. დატუქსავ მეც არ ვამბობ ეხლა, ძალიან უხერხული საუბარი იყო ტრამპსა და ზელენსკის შორის, ვთქვათ, ხო? მაშინაც კი ასე ტერმინებს სერიოზული ხალხი და ამაზე კომენტირების გამკეთებელი ხალხი, კომენტარის გამკეთებელი ხალხი რომ დატუქსა და რა დატუქსა საერთოდ რა ტერმინია დიპლომატიაში არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ცხარე კამათი იყო, დისკუსია იყო, სერიოზული საყვედური უთხრა, შეურაცხყოფა მიაყენა, ყველაფერი თქვა დატუქსვა რა ანუ ეს გამიზნულად ხდება. ეს არის სიტყვა, რომელიც არის პროპაგანდისტულად შემოტანილი იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დააკნინოს იმ ადამიანის თუ პირთა ჯგუფის როლი იმ საკითხებში, რომელშიც ის მონაწილეობას იღებს და ეს არის მდაბიო პიარი. ეს არის ისეთ მასაზე გასული პიარი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ გვყავს ჩვენ. ასეთი ხალხი და ამიტომ არიან რომ ისინი წარმატებას აღწევენ ჭყალებში. ამიტომ არის რომ სულ აგებენ, აი ესე ვდარე, აი როგორც ვთქვათ, რომელიღაცა 1-2 ტელევიზია რო აქვს ხა, სადაც ასეთი პიარი მიდის. ასეთი აბსურდების გამო მათ არ აქვს მხარდაჭერა აბსოლუტურად რეიტინგიც ამაზე მეტყველებს მათი პოზიციონირებას და ქუჩაში რო გახვიდე 100 და 99 გეტყვის რომ ოპოზიცია არ გვყავს საქართველოში. მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები საქართველოში დღეს დასაყრდენი პოლიტიკური არ აქვთ. არ არის, აი
შეიძლება არსებობს და ბევრი ვიცი ასეთი ადამიანი, რომელსაც არ მოწონათ, ახლა რავალდებულია მოწონთ განსხვავებული აზრი, აუცილებლად უნდა კონდეთ და აქვს და მილიონი რამ აქვს გასაკრიტიკებული და მილიონ რაღაცასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, იმდენი თემაა, რაზეც შეიძლება გააკრიტიკოს ხელისუფლება, რა ვიცი, არ არსებობს ხო სოფლიოში ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკრიტიკო არ კონდეს. ასეთი ხალხიც კი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი ადამიანების უდიდესი ნაწილი საქართველოში უკვე დღის მდგომარეობით მიიჩნევს, რომ მათ პოლიტიკური დასაყრდენი არ აქვთ, არ არსებობს ის ოპოზიციური ძალა თუ ოპოზიციონერი ვთქვათ ადამიანი, რომელსაც ისინი გულწრფელად ხარს დაუჭერდნენ. იმიტომ რომ არ არსებობს ოპოზიცია, ჩართულია რაღაც ერთ აგენტურულ სისტემაში, ერთი მესიმე რუსული და გააცვდა ეს რუსულს, უკვე ყველაფერს სისულელეზე რუსულს იძახიან და უკვე ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მათ პოლიტიკური ლიდერი თავის აზრებში, თავის წარმოდგენებში არ ყავთ და ამიტომ არის რომ ასეთ აგონიაში არიან ყველა ფეხის ნაბიჯზე ეს ჩვენი ოპონენტი აგენტები. მათი მთავარი დასაყრდენი ახლა არის შექმნა შტაბ-ბეჭდილება, რომ ქართული ოცნება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი ახსენეთ და იყო ესეთი პირდაპირ ფრაზები, რომ ეუთო ჩადის ყველგან, ელაპარაკება რუსეთს, ეს არის რუტინული, ასე ვთქვათ, შეხვედრა, რომელიც გაწერილია ისედაც, ეს არაფერს არ ნიშნავს, ხო? რეალურად როგორ ფიქრობთ, ეს ცდელობა, ეს ნარატივი ჭრის, საზოგადოება იჯერებს ამას და რა მდგომარეობაა ქართულების ურთიერთობების? მაგრამ არჩევნების შედეგები ყოველთვის არის ლაკმუსის ქაღალდი ამ ყველაფრისათვის. ანუ ინდიკატორი, სოციოლოგიური კვლევაც არის ის რეიტინგები და შემდეგ არჩევნების შედეგები, რა არჩევნების შედეგებზე ვერაფრით გავლენა ვერ მოახდინეს. მთელი სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ პირველ სრულად ელექტრონულ არჩევნებში და უდიდესი პროცენტი ელექტრონულად ჩატარდა. იყო გაყალბება. ვერ მოიტანეს ვერცერთი პროკურატურა პირდაპირ ვერცერთი ფაქტი. პროკურატურა პირდაპირ გაგებით იხვეწებოდა და იხვეწება მტკიცებულებს თუ რამე გაქვთ მოიტანეთ. იქ ძალადობის ფაქტები იყო და ერთ-ერთი რაიონიდან თბილისში ჩამოყვანილი ნაცების ჯგუფი აღმოჩნდა ძალადობის. აი ყველაზე ისნის, მაგალითად, ყველაზე დიდი ძალადობის ერთი წერტილი სადაც იყო ლოკაცია. იქაც აღმოჩნდნენ რომ ერთ-ერთი რაიონიდან სპეციალურად ამ პროვოკაციისთვის ჩამოყვანილი ადამიანები ნაცების რიგები და იყვნენ. რაღაცა ერთი შემთხვევა იყო გადაცნომის დაიჭირეს, დააკავეს ეს ადამიანი პასუხისგებაში მიცეს. აი ერთეული შემთხვევები, რაც არის პრაქტიკულად იდეალურად ჩატარებული არჩევნების მაგრამ ის კი არა რომ ვთქვათ კარგად, იდეალურად ჩატარებული არჩევნები იყო. აქ არ არის შედარებით მაღალ და რაღაც ყველა წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთესი არჩევნები იყო და ჩატარდა ისეთი სიზუსტით, რაც ამ ქვეყანას ჯერ არ ღირსებდა და ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყანას არ ღირსებია ისეთი არჩევნები, როგორც ჩატარდა საქართველოში. ამაზეც ლაპარაკობდნენ. წინაც იყო უმაღლესი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები და გააყალბეს პივიტი. მოკლედ, თანხებს რომ დაუბრუნდეთ ერთი წამით. ამ ყველაფერში იყო ჩართული დიდი ფული, უკანასკნელ წლებში გადავიტანეთ ჩვენ რამდენიმე რევოლუციის მსვლელობათან ადამიანებს ეგეთი ხასიათი გვაქვს, ასეთი ხასიათი გვაქვს საერთოდ რომ რაღაცა რომ არ მოხდება, ის მერე მარტივად ჩანს წარსულ დროში. აი რომ მოხდება, ეს რო არ მოხდარიყო, ეს როგორ ვერ აიცილეთ და რაღაცა რევოლუცია რო არ ხდება და რო ვერ დაგამხობენ და ამოგატრიალებენ, მერე ხო ნუ გადაიტანე და შენი ვალდებულებაა და დიდი დაფასება თუ შესაბამისი შეფასება ამოვლენებს არ აქვს. მაგრამ რომ ვიცით დაწყებული 2020 წლიდან განსაკუთრებით დღეს რეებით სკდება მათ შორის კომისიაზე რაც პარლამენტში მიმდინარეობს იმ სხდომებზე აქაც კი რეებიც იკვეთება მათ შორის სამწუხარო ჩვენი გუნდის წევრებად რომ იწოდებოდნენ როგორი იყვნენ ჩართულები რაღაც ავანტიურაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას რაღაცები როგორ ემთხვეოდა ჩვენ ხა დავიჯეროთ მოდი ვთქვათ რომ ეს ყველაფერი ან იყო დამთხვევა ან ამთხვევდნენ. დამთხვევა იყო რომ აქ ვიღაც გადადგა, იქ საზღვარზე მომდგარი იყო მეორე ერთი ჩვენი გუნდის წევრი, მეორე ჩვენი პოლიტიკური მტერი და ერთ-ერთი მთავარი აგენტი და ამ ქვეყნის მთავარი მტერი. მერე რამდენიმე თვეში თუ კვირაში ერთ სასტუმროში აღმოჩნდნენ შემთხვევით იყო. მერე ის პივიტის გაყალბება მანამდე შემთხვევით იყო. მერე მეორე წელს ჩამოსვლა ზუსტად იგივე მეთოდით, იგივე დროში, ესეთ დამთხვევა იყო. ან დავიჯეროთ ეს დამთხვევები ჩვენ. ან უნდა ვიფიქროთ რომ ცოტა სერიოზულად მივუდგეთ ამ ამბავს რომ ეს ყველაფერი დაალაგებული და დაგეგმილი იყო. ან დავიჯეროთ შემთხვევები რომ ჩართული იყო მათ შორის ყოფილი პრემიერიც? კახარიას გულისხმობ. დამთხვევა იყო.
არა დაემთხვა. ანუ მე ლოგიკას მე ჩემ დასკვნას მე ზუსტად ვიცი რა იყო. მაგრამ თქვენ რა ვალდებული ხართ ეხა მე დამიჯეროთ ან მაყურებელმა. ხო? მე უბრალოდ გთავაზობთ ლოგიკას და თქვენ ამოარჩიეთ ამ ლოგიკიდან რომელია მართალი და რომელი ტყუილი. თუმცა გახარია ძალიან არ ახსოვდა ეს მოვლენები დაახლოებით 40-ჯერ თქვა რომ არ ახსოვდა კონკრეტული ფაქტები ან ის ამბობდა რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და პირიქით ის სერიოზულია უკვე ამ კაცს ლაპარაკი მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. თავის პროფესია არ ახსოვდა. მაშინ იქ დაიჯერეთ რომ თავის 5 წუთიანი ტყუილი თქვა კაცმა ახლა რაზე ლაპარაკობთ როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ გამოდიან და რაღაც სოციალში წერენ რომ აღარიამ თავის მოედანს რა მოუგო ის მოიგო თავის პროფესია უარყო კაცმა საკუთარი პროფესია უარყო და აი დაბიოთ აღლითები რო არიან ეხლა მე ბევრი მყავს ჩემი წინა პროფესია და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ბევრთან მქონია ურთიერთობა როგორც გამომდინებელს ხა რა თქმა უნდა არანაირ მინიშნებას არ გავაკეთებ როგორც ადვოკატს და ასე შემდეგ. და აი ყველაზე მდაბიო თაღლითი არ მინდა ჟარგონულად რუსული სიტყვა ვიხმარო იცით როგორც იწოდებიან აკეთებს ამას. ცოტა უფრო დახვეწილი თაღლითები ცოტა გრძელვადიანზე თვლიან. იმ წუთას ოღონდ გამოზრეს და მეორე აი თქვენ რო პასუხობთ ეხა ოღონდ აქ გამოზრეს და მაგდა რას კითხავს ერთ წუთში იმას მნიშვნელობა აღარ აქვს იქნებ გადავაგორო. აი ეს არის ყველაზე მდაბიო თაღლითის თვისება. საკუთარი პროფესია უარყო ადამიანმა რაღაცზე ლაპარაკობთ რა არ ახსოვს და ყველაფერი კარგად ახსოვს. ჩვენზე კარგად ახსოვს ყველაფერი. გაცილებით კარგად. და დაგეგმილი ქონდა ყველაფერი ისე როგორც საჭირო იყო. ისიც დამთხოვაა რომ ზუსტად მის პერიოდში პანკისის შემთხვევა, ჩორჩანას შემთხვევა, ბასიანის შემთხვევა, 20 ივნისი ეს ყველაფერი დამთხოვა იყო. და ერთი არ მოუვიდა ერთი მსგავსი არ მოუვიდა ვახტანგ გომელაურს. ერთი მსგავსი არ მოხდა მისი წასვლის შემდეგ. იყო ურთულესი კადრები მათ შორის. ურთულესი კადრები ეხლა იმ 5 დღიან პერიოდში მათ შორის გაიპარა ისეთი ძალიან ცუდი კადრები და ისეთი ცუდი ქცევები ადამიანებისა რისი დაფიქსირების შემდეგაც კიდევ უფრო გამკაცდა კონტროლი და თითისქნება მოყვა ამას კარგი თუ ცუდი გაგებით როგორც ნებათ ისე გავიგოთ რომ არავითარ შემთხვევაში ესეთ რაღაც არ უნდა მოხდეს ხელმძღვანელობის მხრიდან და შემდეგ კიდევ უფრო გამოსწორდა ეს სიტუაცია მაგრამ სახეში რომ იმას ურტყავდა პოლიციელი ფეხს ადამიანს ის ვინმეს ან ჩვენ მოგვეწონა ან ვინმეს მოეწონა იმათ მაგრამ გაუხარდათ მხოლოდ იმათ ჩვენ ძალიან გვეწყინა და ძალიან გაუხარდათ იმათ რომ არ აჟიოტაჟი ძალადობა იყო ოცნებისმიერ იმპერიების ახალისება და მაგრამ დღეს შედეგი ეხლა ვიმსჯელოთ შედეგებით და ვილაპარაკოთ მე დამთხოვებზე დღეს შედეგი რა არის იცით ის ერთეული შემთხვევა იყო რასაც საბედნიერო და გადავრჩით ეხლა იქ გარანტირებულად არაფერი არ შეიძლება იყოს ასეთ რაღაცას ძალადობის იმ 1-2 მძიმე შემთხვევას სახისკენ რო წიხლით გაიწევა რომელიღაცა პოლიციელი რომელიც 10,000-ობით პოლიციელის საქმეს აბუჭებს ის ერთი იმ ძალიან ცუდ და ამორალურ ქცევას ჯერ ერთი 1000-ობით უპატიოსნეს და გმირი პოლიციელის იმიჯის ყევა მოყვება ხოლმე და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ეს არის ამორალური და ცუდი ეს ერთი და მეორე საბედნიეროდ გადავრჩით პირდაპირ ვამბობ და არ მოყოლია ვინმეს სხეულის დაზიანება, წარუშველი დაზიანება უпростоრად რო დავაკონკრეტოთ წარუშველი და ისეთი რომ დღეს რაღაცა კვალი ეტყობოდეს ვინმეს. როგორ ხდებოდა ეს რომ პოლიციის იმიჯი ინგრეოდა თითოეული მისი ჩატარებული ღონისძიებით. ეხლა მაინც იმაზე კი არ ვაპარაკობ, დამთხოვას ვლაპარაკობ ეს უბრალოდ მაგალითად მოვყავ. როგორ ხდება ის რომ 7 ადამიანმა და 7 ადამიანი ისე დაზიანდა რომ ვერაფერი ვეღარ აღუდგენს იმ წარუშველი კვალი დატოვეს თავისი ქმედებების შედეგად ამ ადამიანებზე და მოხდა პირიქით. ახლა პოლიციელს დარჩა წარუშველი კვალი და მხედველობა ვეღარაზოს აღუდგება მომიტინგეების ქსევის შედეგად. რატო ხდება ეს ყველაფერი დამთხოვა? და დამთხოვა იყო პივიტის გაყალბება, დამთხოვა იყო ის ასობით ისეთი ფაქტი, ის ჩანაწერები, ხა ჩვენ გვაუწყდება ხოლმე რაღაცა წინა პერიოდის რაღაცებს მარტივად ვივიწყეთ, მაგრამ ჩანაწერები, რამდენი ჩანაწერი იყო, რას გეგმავდნენ აგერ ბოლო აქციებზეც, ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე რუსული კანონი რო დაარქვეს და 100,000-ობით მარტო პოსტი იწერებოდა მიზანმიმართულად და დიდი თანხით იყო ეს ყველაფერი დაფინანსებოდა ადამიანების ტვინში რუსული არ და გამჭვირვალობის კანონზე იყო ლაპარაკი, რომელზეც შემდეგ უფრო მკაცრზე ხმა ვერ ამოიღეს.
ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ყველაფერი დამთხოვა იყო? კი ბატონო, მაშინ ჩავთავოთ დამთხოვა იყო, ესენი ემთხოვდა ერთმანეთს, ესენი უბრალოდ სამშობლოს სიყვარულით ამ რაღაცაზე პოლიციის იმიჯს აზიანებდნენ, ამას აკეთებდნენ, ამთხოვდნენ იმას, სააკაშვილის შემოსვლას რაღაცეებს, რევოლუციაც ასე სამშობლოს სიყვარულით უნდათ და ჩვენ ვართ ცუდები. მაშინ ეს დავიჯეროთ, ან ერთია მართალი, ან მეორეა მართალი. ან დაუშვათ უკრაინის მაღალჩინოსნები რო გვეუბნებოდნენ, მე კარგია რომ გაისეირნოთ აფხაზეთში და მათ თითქმის სამხრეთ ოსეთში სამასაბოლოსკენ რომ მოგვიწოდებდნენ გასეირნებისკენ ჭყალებში და რომ გამოდიოდა და შეგვეხიდონ ქართველებიო უშუალოდ საბჭოს დივანი. ის კი არ გამოდიოდა ვიღაცა ერთ-ერთი რომელიღაცა ჩვეულებრივი თანამდებობის პირი, რომელსაც თქვა არ შეეკითხებოდნენ ინტერვიუზეც არ მივიდნენ, არამედ უმაღლეს თანამდებობის პირი კონკრეტულად ასეთ დროს ამ საკითხებში. ასეთი კაცი რომ მომისკენ მოგვიწოდებდა. ვინ საიდან მოიტანეთ ეს სიცრუე რო გვეუბნებიან? ან დავიჯეროთ რაც ვნახეთ, ან დავიჯეროთ ვიღაცა სამადაშვილი ან რაღაცა სიტყვის. ან ერთი ხრათ ან მეორე. და ჩამოუყალიბდეს ბოლო-ბოლო. ვინ ჩამოუყალიბებელია კიდე დღეს და მე როცა ვლაპარაკობ, საიდან მოიტანეთ ახლა ეს გოიმობა, გოიმი რო აქეთ გელაპარაკება გოიმობაზე, რომ აი ხალია და კაცია და გოიმობა რატოა ეს იცით? იმიტომ რომ ეს ლიბერალური, ფსევდოლიბერალური ვიღაც გადმონაშთები რაღაც დიდი ფული დაფინანსებულები ამისთვის ამ მიმართულებით იქ ხო ბევრი მიმართულებით ეროვნულზე ურტყავს, ტრადიციულზე ურტყავს, იდენტობაზე ურტყავს და ეს არის სამიზნეები ხო ესო საიდან მოიტანეთო და საიდან მოიტანა ახლა ამერიკის სახელმწიფომ დღეს რომ მისი ოფიციალური პოზიციაა და რატომ არის რომ დღეს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მესიჯები და დაწყებული უკინა რომ წავყვეთ ერთ-ერთი ბოლო თვეების განმავლობაში გახმოვანებული მესიჯები ერთ-ერთი ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას, კონსერვატიული მიმართულების პოზიცია, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვლაპარაკობთ. ეს ყველაფერი ან დავიჯეროთ ფაქტების დონეზე, ან დავუჯეროთ, რა ვიცი, იმ ხალხს, რომელიც, რა ვიცი, ქვეყნის გარედან მომიმართებიან, თუ ამაზეც ვკამათობთ. მაშინ ნუ საერთოდ არაფერი ეს ფაქტები და მოვლენები, რომელიც გაიხსენეთ, უნდა შეისწავლოს საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში. ამის გამო გახანგრძლივდა კიდეც მისი ვადა და ის 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება. და თქვენ პირდაპირ გაქვთ გაცხადებული, რომ ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს ნაციონალურ მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები. ეს ოპოზიციის აკრძალვად არის პირდაპირ დასახელებული და აღქმული. დასახელებული კი არა, ასე დავგვიდეთ საზოგადოებას. იმ ოპოზიციის, რომელიც აგენტურას წარმოადგენს. ოპოზიციის აკრძალვად აღიქვამენ ისინი ამათ ანგარიშსწორებად ოპონენტების მიმართ და ასე ვთქვათ პირდაპირ რუსული სტილის მმართველობის დამყარებად საქართველოში. რუსული, სიტყვა რუსული აქაც ხო. ეს ხშირად არის გამოყენებული გეთანხმებით, მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? შედეგი რა იქნება თუ ოპონენტი აღარ გეყოლებათ პოლიტიკურ რუსული არ გიბადა. ეს ანუ შეიძლება ესეთი რაღაცა, რომ ყველაფერს არგუმენტების გარშე სისულელები ილაპარაკონ და რუსული. გასაგები ეს რუსული ნარატივი გავიგეთ. ახლა რაც შეეხება ოპოზიციას და მისი რადიკალური აგენტურული ფრთის აკრძალვას, დიახ, ეს არის ჩვენი დაპირება და ეს აუცილებლად მოხდება. ახლა მე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად, მაგრამ ჩემი აზრით იმდენად მყარი. ახლა ვიდრე დაწერო ეს საკონსტიტუციო არჩევანი, უკვე მყარია, მაგრამ კიდევ უფრო გაამყარებს ფორმალური, ამავე დროს ძალიან რეალური ფაქტებზე, კიდევ დამატებით ახალ გამოვლენილ და საზოგადოებისათვის გაცნობილ ფაქტებზე დაყრდნობით შედგენილი სარჩელი იქნება გაცილებით მყარი კიდევ უფრო ვიდრე აი ამ წუთში რო დაწერო. იმიტომ რომ ეს ვინმეს კი არ საყვედურობ მოკლე მეხსიერება ზოგადად ჩვენი ადამიანების თვისება ყველაფერს ერთად ტვინში ვერ იტევს ხო პროცესორები ადამიანების ტვინში არაყერია ამ ხელა რომ ყველაფერი ერთად გაგახსენდეს. მეც კი რომელსაც საკუთარ თავზე რომ აქვს გადატანილი ის ბოროტება, საკუთარ თავზე ჩემი დაკავების, უკანონო დაკავების სახით და შემდეგ ბევრი იმ პერიოდში ჩემ თავზე რაც მომიწია, ჩემ ოჯახზე რაც იყო, ამის გარდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გარშემო სულ ამ უბედურებაში ვტრიალებდი, როგორი ჩაგრებოდნენ ადამიანები და რა სისასტიკე იყო ადამიანების მიმართ, ხო? ამის მიუხედავად, ჩემთვისაც კი ძალიან ემოციურია ხოლმე ის ჩვენებები, რომელსაც აძლევენ კომისიას, ის მონათხრობი, რომელსაც უყვებიან კომისიას იქ მისული ადამიანები. ურთულესია, უმძიმესია და თან ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ ყველაზე მძიმე და ამაზრზენი ქმედებების ობიექტები კომისიაზე საერთოდ ვერ ჯდებიან. აი ის რაც არის, ის არის რაც მოიყოლება. იმის იქით არის რასაც ვერ ყვებიან ადამიანები.
კი ბატონო და პატარა ბოდიში ხდით გიორგი პატარა მინიშნებას გავაკეთებ ოჯახის წევრზე სხვადასხვა აღარ შევდივარ სიღრმეში სხვადასხვა ხასიათის ძალადობის მუქარიდან დაწყებული ერთმა გაბედა ერთმა ადამიანმა და უკაცრავად რო ვახსენებ მას და ან მის ოჯახს თუ სანათესაო თუ სამეგობრო წრეს არასრულწლოვანი გოგონას შვილის გაუპატიურებით რომ ემუქრებიან ამ პოლიტიკის ამ სისტემის შემქმნელები გვიკითხავენ მორალს და ამაზე ამაზრზენი უკვე ქმედებაში გადასული ფაქტები არსებობს რომელსაც ვერ ყვებიან უბრალოდ ადამიანები და ამისი ავტორები დღეს გამოდიან და ევროპაზე გველაპარაკებიან და რუსული გაიძახიან ემასაო. ჩვენ ცოტა დრო გრჩება, უნდა მოვასწროთ არჩევნების თემაც. თქვენი ოპონენტების ნაწილი და ბოდიშგილით გიორგი მაგდა რას კითხა ხა შეიძლება რაღაც სეგონდს უპასუხოთ დავტოვე ეს ემოციური ნაწილია ძალიან და მის გორიცავლა არ შეიძლება დიდი ბოდიში გაგაწყვეტინეთ. რაც შეეხება აგზავს. ერთი პატარა გადახვევას გავაკეთებ ერთ წუთიან თქვენი საოცრება რა იყო იცით როცა ჩვენ მე ჩავატარე პირველი ბრიფინგი და მე თვითონ ესე გადავწყვიტეთ გუნდში რომ მე თვითონ ჩამეტარებია მეორე ბრიფინგის იმასთან დაკავშირებით შეიძლება 1-2 თვით ეს გადაიდოს და ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე იმიტომ რომ 12-მდე იყო კომისიის ლეგიტიმაცია 12-მდე მოვლენების რაღაც ნაწილის რა ვიცი 100-დი თუ 1000-დი თუ 100000-დი ნაწილის რაღაცა გადმოცემას თუ შეძლებდნენ ადამიანები იქ ძალიან ციმრირე ნაწილის და შემდეგ ვთქვით რომ ეს ვადა ჩარჩო გავახანგძლიო და მოდი დღემდე და ნუ მაშინ მივჯეროთ გუნდში ვერ მოვასწრებთ მე ვთქვით რომ იცი რა ამას რომ ვერ მოვასწრებს კომისია ამას მოყვება გადაწევა ამ აკრძალვის საკონსტიტუციო საჩილის და თქვენი განცხადება რომ ვერ მიიღებენ არა თუ არ მიიღებენ არამედ ვერ მიიღებენ ეს ასე ვთქვათ აღარ არის რელევანტური პირველი ვინ იყო იცით ვინც ახშფოთ თქვენ ხომ საზოგადოებას დაპირდით რომ აკრძალავდით ვინ იყო იცით რომელი ჟურნალისტი პოსტივის იფიქრებდით ალბათ შეიძლება ნუ იმედზეც არ ვიცი მოდით პირდაპირ გითხარით ვერსიებს გარეშე. პირველი ჟურნალისტი გადაირია ქაქიშთა. როგორ კაცო თქვენ ხო საზოგადოებას დაპირდითო? როგორ არ აკურძალავთო ჩვენ ხო პარტია ჩვენო. აი სასაცილო ამბავი, ოღონდ ვითომ გამოგვიჭირეს იმაში რომ აი 1-2 თვით გადაწევაზე ისე ნერვიულობდა TV პირველი ჟურნალისტი კი ნახავ დავამშვით. ნუ ეს ახლა ირონიული გადახვევა რა თქმა უნდა მიხვდით ყველაფერს ალბათ და მაყურებელს მიხვდა რატომ ლაპარაკობ ამას, მაგრამ თავარი ის არის რომ არ შეიძლება ჩვენ აი ესე რაღაცა თითქმის ყოველდღიურად გვიწევს ადამიანების მოსმენა, ვინც ეღარაც მოვყევი და აღარ გავიმეორებ, ამის ავტორი იყო. ადამიანების მოსმენა, რომელიც ჯერ კადრებს აჩვენებდა მთელ მსოფლიოს, როგორ იბომბებოდა აქედან იქით და რუსს არ ახსენებდნენ, ქართული პოზიციებიდან აქედან აი ამ რაკურსიდან იქით დაბომბვას აჩვენებდნენ. ცხინვალისას თელ სოფლიოს მერე ბრძანებას გამოსცემდა სააკაშვილომ 8-ში შემოვიდნენ შვიდშიო სეპარატისტები და ასე შემდეგ და მერე ერთ-ერთ დებატში მე მითხრეს პირადად რომ რუსების სახის შენარჩუნებას ვცდილობთ თუ მაშინო ეხა კიდე სხვა ვერსიები განავითარეს და 9-ში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას რომ დაეთანხმა საქართველოს პარლამენტი მაშინდელი ანუ ნაცმოძრაობა იგივე აი ამის ავტორები და შემდეგ ორი თვის თავზე რეზოლუციას აღარ ვილაპარაკებ თვითონ რომ აღიარება გაუკეთეს და ქართულ სამხედროს ომის დაწყება დააბრალეს ის ხალხი და იმ ხალხის დავალებით თქვენი კოლეგები ეგრეთ წოდებული კოლეგები დერეფნებში დაგვდებენ და ვინ დაიწყო ომი ვინ დაიწყო ანწუხელიძე გმირია შენ მეკითხები მე ანწუხელიძე გმირია თუ აბა ვინ არის მაგრამ შენ რატომ გაგვიხადე საქმე საანეკდოტო თუ არ გვაქვს მაგრამ იმის არ იყოს ქუთაისას რატომ გამიხადე საქმე საიმისოდ რომ მე იზოლებული უნდა ვიყო რომ შევასკდე თავით მტერს ისე რომ ჩემი გმირობა უნდა დავამტკიცო ყველგან ჩემი გმირობა ანწუხელიძე იქნება ნებისმიერი სხვა გვარის გმირი იქნება რატომ წირავ თორე მე კი გმირობას ჩავიდე იმიტომ რომ მე სამშობლოსთვის ვიბრძვი მე ჯარისკაცი ვარ ბრძანებას მივიღებ თავარსარდლის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება ეს უნდა გავმიჯნოთ ჯარისკაცი თელი შეგნებით იცავს თავის სამშობლოს ასრულებს ბრძანებას და იბრძვის ბრძოლის ველზე მაგრამ შენ რო ეს შეგიძლია თავიდან აიცილო კი არა არ გააკეთო და მე სასიკვდილო წირავ მე კი გმირი ვარ მაგრამ შენ რომ მოღალატე ხარ ჩემი გმირობა და გმირის გმირობა ნებისმიერი შენ დანაშაულს ვერ გამოისყიდეს. ამათ უნდათ ეხლა რომ ანწუხელიძის გვარს ამოეფარო.
მისი გმირობის უკან დადგნენ და თითქოს იმას რო იტყვი რომ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა არის დამნაშავე და მოღალატე რუსეთი ოკუპანტია სააკაშვილი მოღალატეა ეს იმას გამორიცხავს რომ ანწუხელიძე გმირია აი როგორ აყენებენ საკითხს როგორ უწამლავენ გონებას ახალგაზრდას თუ არა ახალგაზრდას რომ იმის საპირისპიროს რომ თითქოს ვინმე ეჭვის ქვეშ აყენებს იმას რომ ან ანწუხელიძე გმირია ან რუსეთი რომ ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებული აქვს ამის საპირისპირო როგორც კითხი რომ ეს მოღალატეა და მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ და მისმა დამნაშაულებრივმა რეჟიმმა თითქოს ეს გამორიცხავდეს ანწუხელიძის გმირობას ასე საკითხი როგორ უნდა დააყენო ანუ შენ მოღალატე და დამნაშავე ეფარები იმ გარდაცვლილი ბიჭების გმირობას და ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს პირიქით შენმა ღალატმა დააღუპა ქვეყანაც ტერიტორიების დააკარგინა ხალხიც გახლიჩა დააშორა ერთმანეთს კიდევ უფრო ვიდრე იყო და ადამიანები შეიწირა მაგრამ იმ ადამიანმა იბრძოლა და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და სამაგალითო დარჩა ჩვენი თაობებისათვის ამას ერთმანეთის საპირწონეთ ნუღარბედავენ და ნუღარბედს დააყენებენ აი ესეთი ხალხი თავის სამშობლოს მოღალატე ხალხი დღეს კიდევ იწოდებიან პოლიტიკოსებად და ჩვენ თურმე არ უნდა ვიკადროთ რომ სარჩელი შევიტანოთ იმაში სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთები და მისი მემკვიდრე პარტიების კანონიც მივიღეთ ამაზე აიკრძალებიან და ვერ მოახერხებიან იმას რომ ადგენენ ეხა და მე ნაცი არ ვარ ხო არამია გამოვიდა და მე ვარ ახალი და დაიწყო რაღაც სახელი და არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებამდე ისინი ამბობენ რომ ოცნება ვერ გაბედა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ოპოზიცია იყოს არჩევნებში წარმოდგენილი მაგრამ მაინც არ მივიღებ მონაწილეობას რომ ეს ნაციონალური მოძრაობა და სწორედ არამიას გუნდი არ აკითხებიან ვინ ეკითხებათ მათ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ ეხა ერთადერთი უფლება აქვს რომ შეეკამათო რომ თუ ფული არ მოგვეცით ასე როგორ მივიღოთ მონაწილეობა ვინ მიიღებს აი დღევანდელი მოცემულობით რაღაცა დავალებას მიიღებს და შესაბამის რაღაც თანხას კი ბატონო ეს ერთი თემა უნდა მოვასწროთ რომელიც სოციალში ძალიან პოპულარულია და ამის შემდეგ დავასრულოთ ინტერვიუ ეს ეხება 17 ქვეყანას არ ვიცი ნახეთ თუ არა ძალიან ბევრი პოსტი გავრცელდა იმაზე რომ მათ შორის ავღანეთი ბანგლადეში და ბევრი სხვა ასეთი ტიპის ქვეყნები მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ამაზე 17 ქვეყანა არის ჩამოთვლილი და ამაზე არის საკმაოდ დიდი პანიკა რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ამის გამავრცელებელი სისრუე რაში მდგომარეობს აქამდე თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია შეეძლო თუ არა ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შემოსვლა გარკვეული ტიპის ვიზებით როგორც გარკვეული ტიპი არა შეეძლო ჩვეულებრივად და არის გამკაცრებული ამაზე გაავრცელა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც ვიცი განცხადება მე რა ინფორმაციაც მაქვს და არ მგონია ვწდებოდე აქ იყო რაღაც რეგულაციის სრულებაზე და როგორც ვიცი გამკაცრების მიმართულებით და როგორი ამბავი ვიცი აი მაგალითად რომ მოვიტანოთ სიტყვაზე ვამბობ აი დაუშვათ ბანგლადეშის მოქალაქე შეუძლია შემოვიდეს რაღაც პირობით და დარჩეს თქვა პირობითად ვამბობ ვინმეს არ ეგონოს რომ დარჩეს 3 თვის ვადით და შემდეგ რო გააკეთოს სახელმწიფომ ცვლილება რომ ბანგლადეშის მოქალაქე შეუძლია შემოვიდეს დარჩეს 1 თვის ვადით ხო გამკაცრდა პირობები ბანგლადეშის მოქალაქეს და რო ატეხოს ვიღაცამ ამბავი ამ ხელა სპეკულაციაა ბანგლადეშის მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს 1 თვის და ეს რა შვებით ხალხო ბანგლადეშის მოქალაქეს უშვებთ აი ასეთ манипуляციასთან გვაქვს საქმე. მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი პრინციპი, რომ აი ასეთ манипуляციასთან გვაქვს საქმე. და რეალურად მე ვურჩევ ყველას, თუნდაც რომ უდნა მაინც ნდობა დაიმსახურონ საკუთარი მოქალაქეების. ერთი ამის პირობა არსებობს, ემსახურონ საკუთარ ქვეყანას. და მე ბედნიერი ვარ, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც შეძლო რომ დამოუკიდებლობის ეს ხარისხი უზრუნველყოფილიყო ამ ქვეყანაში. მართლა გულწრფელად მიხარია, შეიძლება ბევრი შეცდომაც გქონოდა, გვაქვს, გქონდეს, მაგრამ ეს არა ის ისეთი შეცდომები, რომელიც ჩვენ ქვეყანას
რაიმე სერიოზულ ზიანს მოუტან. შეიძლება რომელიღაცა სფეროში, რაღაცა სფერო, მაგალითად განათლების სფეროზე ლაპარაკობთ ხოლმე, რა არის გასასწორებელი, იქ რაღაც ენის საკითხი წარმოიჭრა, ეს ბაკალავრიატს უნდა დაემატოს, არ დაემატოს, შეიძლება მას სამსჯელო იყოს, გავაძლიეროთ სკოლებში, არ გავაძლიეროთ, მილიონი მსგავსი საკითხია, რეალური საკითხები, რაზეც ჩვენ თვითონაც გუნდის შიგნით დისკუსია გვაქვს. ახლა გარეთ ხარ გამოვიდა, ყველა დეტალზე ამაზე ხარ ვილაპარაკეთ ოპოზიცია იმისა, რომ უნდა ილაპარაკოს. ამაზე არ ლაპარაკობენ და ასრულებენ ვიღაცის დავალებას. განსხვავება მთავარი რა არის იცით? კიდევ კარგი რომ არ ყოფნით მათ პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რომელსაც ფინანსდებიან აგენტურული საქმიანობისათვის, უფრო ყაირათიანად ამ მამნებლობაში ხარჯონ. კიდევ კარგი ეს ამ ქვეყნის ბედნიერებაა. მეორე მხრივ, რეალურად თავარი არის რომ ჩვენ ქვეყანას ვემსახუროთ და მე გავარჩიოთ იქ პატარ-პატარა თემები თუ დიდი თემები რა არის სწორი და არასწორი. როცა აგენტურულ საქმიანობას ეწევიან, ვერასდროს წარმატებას ვეღარ მიაღწევენ, უკვე დამდგარმა შედეგებმა და ხალხის ჩვენდამინდობამ და გადაწყვეტილებებმა ამაში უკვე დაგვარწმუნა და ჩვენ, რაც უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით, გარე ძალები, რომელი ქვეყანას არ უნდა იყოს, ოკუპანტიდან დაწყებული. სხვა ქვეყნებით ეს იქნება აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი, ვერც ერთი ძალა თუ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაბედავს, რომ ილაპარაკოს შენ ქვეყანას და შენ ხალხზე, შენს გარეშე. ეს არის მთავარი მიღწევა იმ პროგრესთან ერთად, მაგალითად ევროპაში რომ პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ამასობაში, სხვათა შორის ვამბობ თითქოს, მაგრამ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე და თან გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც ასეთი თამამი განცხადებების გაკეთების საფუძველს გვაძლევს და ეს არის მთავარი. ვერავინ ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ბანერი ერთ-ერთ ხიდზე, ჩემი თვალითაც ვნახე, გამოუფენიათ, როდესაც პარტიიდან თქვენსკენ მოვდიოდი, იქ ვნახე ბანერი, სადაც ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღებაო თუ რაღაც მსგავსი. ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ეს აღიქვა, გაათვითცნობიერა და მხარს უჭერს იმ ძალას, რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავს და ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს. დანარჩენი ყველაფერი შედარებით მეორეხარისხოვანია, მათ შორის ეკონომიკური კეთილდღეობაც კი, სადაც პირველ ადგილზე ვართ, გავიმეორებ ევროპაში. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იყო ჩვენი სტუმარი. იმედია დღეს ამით გემშვიდობება, თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შაბათს 11 საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე გელით ჩვენი სპეციალური ეთერი, როგორც იცით 26 აპრილს კათოლიკური სამყარო რომის პაპს ემშვიდობება ჩვენ